მოგესალმებით ყველას. წინასწარ გეტყვით რომ ვიდეო დაალაიქოთ და არხი გამოიწეროთ და ამ ვიდეოში ნახავთ თქვენი თხოვნიდან გამომდინარე Instagram-ის გამოკითხვიდან, ესე კონკრეტულად როგორ ავისრულე ბავშვობის ოცნება. სავარაუდოდ ვიდეოს ორ ნაწილად მაინც გავყოფ. ნახევარი ვიდეო ოცნების ასრულებასთან დაკავშირებით იქნება და ნახევარს უკვე სპონსორის მოთხოვნა იქნება, იმიტომ რომ ჩვენი ფინანსური ესე რომ ვთქვათ შესაძლებლობები უკვე თითქმის ამოიწურა რა. ბოლო დავალება მანქანაზე იქნება ტეხას მოწრის გატარება, ასე რომ სპონსორებო მიაქტიურებთ. მოკლედ ახლა გარშ ჩავუჯექით ვიდეოს რა, სასიამოვნო ყურებას გისურვებთ. და კი, ეს პატარა ბიჭი ზუსტად მივა. და ნამდვილად არ მოგონა თუ ამ ოცნებას ოდესღაც ავისრულებ. ყველაფერი ერთი მესეჯით დაიწყო და საბოლოოდ მივახცეთ იმას, რომ ჩვენი ბავშვობის ოცნება რეალობად ვაქცია. და ეს ოცნება ერთი მესეჯით დაიწყო და საბოლოო ჯამში მივახცეთ 17 წლის შემდეგ ამ ჩვენს მიზანს. და ამ მიზნით დავიწყეთ YouTube-ი, დავიწყეთ პროექტი და დავიწყეთ სპონსორის ცებნა, რომ ეს პროექტი გაგრძელდეს რაც შეიძლება დიდ ხანს და კარგად, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი ის არის, რომ ზუსტად 4 თვეში დავამთავროთ ჩვენი მანქანის პროექტი, რადგან შევძლოთ პრავის ჩაბარებაც მალევე და ბოლო ზარზე ამ მანქანით მისვლა. და შეიძლება ჩვენ მეორე საპროექტო მანქანას ორივე ვთხოვთ სპონსორებს გამოჩნდეთ, რადგან ეს დაწყებული პროექტი წყალში არ ჩაგვეყაროს და რაც მიზანი გქონდა ავასრულოთ. Всё, გიყიდე მას ელესი და ახლა პროფილაქტიკაში საუბრობენ გავაკეთებინებ და ხვალე იქნება. შენ რო გიყვარს მამიკო, იმიტომ გიშენ გიყიდე მანქანა. მივალ ერთი მაგნიტოფონს შავაყენებ, თორე რაღაცა არ ვარ გადა. იმას ვიზავ რა ქვია. რულავოიც ატრაკებს. ცხოვრების ამ ეტაპიდან კი ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მიზნები კი იგივე დარჩა და უცვლელი და ცხოვრებაში ზუსტად ამ მომენტიდან ერთ წელიწადში დავკარგე ესეთი ადამიანები, რომლებზედაც გული ყველაზე მეტად შემდგიოდა, მაგრამ ცხოვრება ასეთია რა. გვიწყობს გაკვეთილებს და ჩვენ ამ გაკვეთილებით ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობთ. ჩემი მიზანი მხოლოდ მანქანის ყოლა არ ყოფილა, წამოვიწყე პატარა ბიზნესი, რომელზედაც ჯერ კიდევ მუშაობ და ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ უბრალოდ არხი გამოიწეროთ და დავეხმაროთ აი ამ პატარა ბიჭს რეალური ოცნების ასრულებაში. მოკლედ ეს ვიდეო არ მინდოდა ამ მანქანის გარეშე არ დამემთავრებინა და არც დამეწყო და ეს არის ჩვენი მეორე საპროექტო მანქანა, რომელიც არც ისე კარგ მდგომარეობაში გამოიყურება როგორც ჩვენი. ნელ-ნელა ეს მანქანაც მიიწევს წინ და მოკლედ მივმართავთ ისევ სპონსორებს, რომ ხელი შეგვიწყონ. მოკლედ პატარა ბიჭის ესე წამიერად ოცნების ასრულების ამბავი გაიგეთ და დანარჩენი უკვე ვიდეოს გაგრძელება იქნება მანქანის შეკეთების და ალბათ ისევ სპონსორებს მიმართავთ, რომ ხელი შევწყონ ჩვენ სამ უმაგრეს პროექტს. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ. ალბათ იმ დღიდან მომყვება დარდი, როცა ჩურჩულით მიხარებ, მაგრამ გეცეკეთ შემიყვარდი მაშინ კი არა. ალბათ იმ დღიდან ვიცით ხოლმე მითხარიკ, მაგრამ ვერც გეცეკეთ დღეს შემიყვარდი მაშინ კი არა. საადიქიდან ხო ბაზარი არა. Ой, man. So that checking that guys. Checking the bizarre. As მიკრობლებო. გელი როგორ ნახოთ თუ არის საშუალება. ყველი რაც ქონდა თუ ჩაჯდა მე. ჩადენა. ოუ, ციგი.
ვიჯი ახობისაკი აღარ იქნება ეს კარი. რა გინდა შენ რა? აი მოკლედ ავთ სასტუმროში და მე ჩაგერთვებით. ახ უკვე მოვედით მეგობრებო. Duši. Dashiada me pexit srialeb. Ada mokled ეხა საღამოს გვექნება პაპასკირის კონცერტი. საღამომდე რასაც ვიზავთ ალბათ გადავიღებთ და სასტუმროდან გამომათრია რომ აუსულიყავით. ვაი მე ველავდი ნახე და ეს 6 ჭიქა დაგიდავლიეთ და არახს ვერ ვიტან დასალევად. ძალიან არა ჩემებული დასალევია და აქ წყალი რატოა. ხოდა. ვაი მე ხომ თოვლი აქ თუ ჩავარდი, შენ აღარ მომიყვა. ხოდა ვაი მე. თავი მე თამაში მგონია. ხოდა. ეხა საღამომდე ჩვენ პონტში ესე უხეშად რო გითხრათ. ცოტა რაკეტი. ხოდა. მოგიგოს არის მამაშემის დაავადების დღე რა. ახლა 43 წლის და თვით DJ პაპასკირმა დაგპატეჟა თავისთან კონცერტზე ბაკურიანში აიგეს და ჩვენ ჩამოვედით ბაკურიანში და აქედან მეუნებოდი იქამდე ჩასწრია და პირდაპირ წყალში გავხარ და მოგიწევს გამოსვლა და ბანაობა ერთად რა მოგაწვა მიაწი რა ნაირად მოგა წინ დადე გზა ჩამოსწრა მე ხელი გამიშე შენ ვინ ხარ წინი და ეს გამოსწრა განკაჭი აბა წავედი ვერ მიყარა ის მაგადაიგო აიოჩო ფერში მე ჩამივიდა თო მე წევით მარგოს მედი მივაწექი ხოიცა ვერ მოდი მიდი მიდი გამქაჭეჯო გამქაჭე არ გამიშ მოდი დავდება ჩაურჩინე ჩამტო ამკარ Diavoli! Ой. Прихებიში მივარდე. მარტო კარგად შეერეს, მაგრამ ვიღაცაგები შეერა. მარტო კარგად. აუ ფრეხები დამშორა. ფრეხებს კარგად. ციხლის რო შეგახტე აწავ. აუ აქ საფროს მახსოვს. ვეძოსი მეტი კაცობდი აიქ და ეხა ეს ციგით მიგეშა. ой მე. საგო. ცოტა გადაზრომა არ გვაწყენა. იმედია არ აღებული დავიჭო. სასრიალო ის თოვლი არ თხილამურები წამოვიღე. ნო. ვაი მე 13 მეგონა და უცებ გამოშლედი მეთქი რა 13 ის პაპას მანქანა დააფიქსე. ოპა. Esto no se puede decirlo de ahora como. Ari
მე ჩანს ხარ მე არაფერი არ ჩანს ეხლა მე არ დავგორდები ვერაფერს ვერ ხედავ ყველა კიბე შავია და ვერცერს ვერ ვარჩევ რომელი საფეხური რომელია Oh shit როსლევა მაზლია ნახა ოფსო ეს ადგილი ჩემია არ ჩანს მაგრამ მაინც ეს ტორტი სადმ აქ აქ ამ სამზადის მიმდინარეობს კარტოლებით ხა შეჩვენი მოცავნა მოდის რა ერთად ჩავალ რა იმოვა მოგესალმებით ყველას, მოკლედ TikTok-ზე და YouTube-ზე ვატარებთ გათამაშებას, სადაც ვათამაშებთ ჩვენი ბრენდის MySource, თქვენივე დიზაინით. კეთოთ TikTok ედიტები, როგორც ჩვენი ბრენდის ვიდეოებიდან და რილსებიდან, ასევე ჩვენი YouTube არხის პროექტიდან. სახელებს აი აქ დავწერ ორივესას, ან აღწერაში დავტოვებ და აუცილებლად წერეთ და ვიდეოები დაალაიქეთ. ამისთვის საჭიროა რომ გააკეთოთ TikTok ედიტები. საჭიროა რომ გამოიყენოთ როგორც YouTube-ის ვიდეო, ასევე Instagram-ის ვიდეოები, ვინც ყველაზე კარგად გაართმევს თავს და ორივე თემატიკას საკმაოდ კარგად გამოიყენებს ედიტში, ჩვენ ყურადღებას უფრო ის ედიტი დაიმსახურებს. 1 თებერვლიდან გაგრძელდება 28 თებერვლამდე. ჩვენი ჩელენჯი იქნება 3 ეტაპიანი. ჯერ აირჩევა 10 ედიტორი, ამ 10 ედიტორიდან 3 ედიტორი გამოირჩევა და უკვე ამ 3 ედიტორს მიეცემა მეორე შანსი, ანუ სულ მოგიწევთ 2 ედიტის გაკეთება. ამ 3 ადამიანიდან ვინც ყველაზე კარგი ედიტს გააკეთებს, იმას გადავცემთ ჩვენი ბრენდის MySource თავისივე დიზაინით. ასე რომ წარმატებები ყველას და არხები გამოიწერეთ. მაგას აუცილებლად დავაზუსტებ, მოგვიწევთ სკრინების ჩაგდება და მოკლედ პლეის ბოლოს უნდა გამოიყენოთ 2 ჰეშტეგი, მოვიყენებთ მაგ ჰეშტეგებს და მეტი რაღაც ამ სასაქმელი მოკლედ წარმატებები რა. მადლობა ყველას.